მოხვედით. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დავბრუნდი შემდეგი ვიდეოთი. დღევანდელ ვიდეოში გადავწყვიტე საინტერესო რაღაცა გაჩვენოთ. მოკლედ, ვაპირებ რომ გავაკეთო ისეთი რაღაცა, რაც გამოგვადგება ისეთ სიტუაციაში, როგორიც არის მაგალითად სადმე თუ ვიმალებით. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე კარგი ხერხი იმისთვის, რომ შორიდან ვერ შეგვამჩნიოს ვერავინ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ სიტუაციაში ვიქნებით. უბრალოდ შესაძლებელია არ გვინდა რომ ვინმემ დაგვინახოს და მოკლედ თვალს ვიყოთ მოფარებულები. დღევანდელი ვიდეოსთვის წარმოვიღე სპეციალურად ესეთი ბარი. ამით გავაკეთებ მოკლედ პატარა ხვრელს მიწაში. თუმცა სანამ უშუალოდ გადავალ გათხრის პროცესზე, მანამდე წინა ვიდეოში ვერ ვისაუბრე 2-3 წამი დამჭირდება იმისთვის, რომ შევაჯამო ჩემი 1 წელი. წინა ვიდეოში აღვნიშნე, რომ 1 წელი გავუხდა ჩემ არხს და ჩემს მოღვაწეობას YouTube-ზე. ძალიან კარგი 1 წელი იყო, მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ერთგულ მაყურებლებს და არა მარტო ერთგულ მაყურებელს, ყველას, ვინც ჩემ ვიდეოს ჩართავს ხოლმე და რაღაცა დროს მოკლედ უთმობს. ყველანაირად ვცდილობ, რომ ჩემი ვიდეოები იყოს არა მარტო საინტერესო, არამედ ვაჩვენო ყველას, ყველა ადამიანს, ყველა პიროვნებას, როგორი უნდა იყოს ადამიანი მოკლედ. ყოველთვის ვცდილობ რაღაცა რჩევებიც მივცე ხოლმე ადამიანებს, რაღაც ცხოვრებისეულ რაღაცებზე ვილაპარაკო ხოლმე და ასე თუ ისე გამომდის და ზუსტად აი ეს არის ჩემი მიზანი, რომ არა მარტო რაღაცა ესეთი ბუნების ვიდეოები გადავიღო, არამედ ვეცადო, რომ ვიყო კარგი ადამიანი და რაღაცნაირად დაგანახოთ, რომ ყველანი უნდა ვიყოთ მოკლედ კარგი ადამიანები. რა თქმა უნდა, ბევრჯერ ჩემი სიკარგით და ჩემი ამ კეთილგანწყობით მოკლედ ბევრჯერ რაღაცა შეცდომა დამიშვია, მაგრამ ეგ არაფერი, კაცო, მთავარია ჩვენ თავთან მართლები ვიყოთ და ზოგადად როცა ადამიანი რაღაცა იმას აქვს მიაღწევს, რომ უკვე მოკლედ თავისი მულია, შეჭამა თავისი ყველაფერი ნახა, სიამაყის გრძნობა ექნება, რომ ცხოვრებაში არაფერი, ასე ვთქვათ, არავისთვის არ დაუშავებია, არ ყოფილა საძაგელი ადამიანი, ვიღაც არ გაუბედურებია და ასე შემდეგ. ყველანი უნდა ვეცადოთ, მეგობრებო, ვიყოთ კეთილები და კარგი ადამიანები. დიდი მადლობა ამ 1 წლისთვის ყველას. ძალიან კარგი 1 წელი იყო. ბოლო პერიოდში ჩავარდნა მქონდა რიგი მიზეზებიდან გამომდინარე, თუმცა რა თქმა უნდა, არ ვჩერდები და ვაგრძელებ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი სიამოვნება. არა მარტო ბუნებაში გამოსვლა, არამედ ავიც ახალი რაღაცეების გაგება, პლუს ამას მარტო ეს ბუნება არ მიყვარს, მიყვარს ვიდეოს გადაღება მიყვარს, ტექნიკა მიყვარს, მონტაჟი მიყვარს, ანუ ჩემთვის ყველაფერი კომფორტულია. ბუნებაშიც გამოსვლაც და პლუს უკანა ფონზეც რაც ხდება. აი ეგენიც რა, თქვენამდე სანამ ვიდეო მოვა მოკლედ, ყველაფერი ჩემთვის არის ძალიან სასიამოვნო და არ ვაპირებ მოკლედ გაჩერებას და ვაგრძელებ და კიდევ მრავალი წელი რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ საინტერესო ვიდეოებს. რაც შეეხება გათამაშებას, წინა ვიდეოში ვთქვი, რომ საძილეტომარა თამაშდებოდა. არ გათამაშდა სამწუხაროდ, მაგრამ ეხლა დღესაც გამოვავლენ გამარჯვებულს. წინა ვიდეოში ვინც კომენტარები დამიწერეთ, ბევრი კომენტარი არ ყოფილა და დიდი შანსი გაქვთ მოკლედ რომ გაიმარჯვოთ და გადმოგცეთ ეს საძილეტომარა. მე თვითონ გამოგიგზავნით ნებისმიერ ადგილზე, სადაც იტყვით. კარგი, მოკლედ გადავიდეთ ახლა უშუალოდ პროცესზე. რა თქმა უნდა, როცა სიცივე იქნება, ცივი ამინდები იქნება, ცეცხლი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და უნდა გქონდეს, ხო, იქ საჭმლის მომზადება იქნება, თუნდაც გათბობა ან ასე შემდეგ. საჭირო რაღაცაა მოკლედ კოცონი და აი ეს ყველაფერი ზუსტად იმაში გვეხმარება, რომ ყველანაირად დაზღვეულები ვიყოთ. დაგჭირდება 2 ორმო, როგორც გითხარით. ერთს აქ გავაკეთებ, მეორეს აქეთ. დავიწყოთ მოკლედ, ცოტა შეიძლება გაგვიჭირდეს ახლა, მაგრამ ეგ არაფერი. ბარი კარგად მუშაობს, არ გაგვიჭირდება. ეს ცოტა შრომატევადი კი არის, მაგრამ შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის ზოგადად. დაათნახევაში მიმილეკება თუ მივიღებდა. თან ეს რაც ამოიყრება ეს მიწა, მე შეგვიძლია მივაყაროთ უკან. ეს ძალიან კარგია, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ იქნება ბუნება. ანუ არ გაჩაღდება ცეცხლი. ზოგადად, მაინც რო დააზღვიოთ ხოლმე, სადაც არ უნდა ანთოთ ცეცხლი, მიაყარეთ ხოლმე შემდეგ მიწა.
ამზად და პირველი აი ესე გამოიყურება დაახლოებით 25-30 სანტიმეტრია სიგრძე, სიღრმე უფრო სწორედ, სიგანეც სადღაც 25-30 სანტიმეტრი. ახლა გადავალ და დავიწყებ მეორე 64-ას გვერდით. დაახლოებით აი ეს ტერიტორია იქნება, აი აქ ამოითხრება მეორე. აი აქედან დაგუპირავს ჰაერი და შევა შიგნით. თუმცა აქ უნდა გაკეთდეს კიდევ ერთი ხვრელი. აი ამ ადგილში რომ ჰაერმა გაიაროს და მოხდეს იქით და აალდეს ცეცხლი. შო გამზადდა აი ესეთი ერთი დირკა აქედან დაუბერავს და აგიზგიზებს მოკლედ აქ დანთებულ ცეცხლს. რა თქმა უნდა, ეხლა ცეცხლსაც დავანთებ. მეგობრებო, როგორც იცით, ბამბას ძალიან მარტივად ეკიდება ცეცხლი, წამოღებული მაქვს. აი ეს დავუდებ ცოტა ქვევით. პლუს ამას ვაკეთებ დღეს პარაფინისგან მარტივად დაალებად, ასე ვთქვათ, ნივთს, რომელიც გამოგვადგება ტყეში როცა ვიქნები და სველი იქნება შეშა. დავიწყებ შემდეგ ცეცხლს ყოველთვის ვანთებთ წვრილი ტოტებით, რომ მარტივად გაღვივდეს. აი ასე. ჩავალაგებ ახლა. წაუკიდოთ უკვე ნელ-ნელა, აბა. მოედო. ძალიან მარტივად ინთება მოკლედ ბამბით ცეცხლი. ანუ კვამლი მაინც გამოჩდება ამის. თუმცა კარგად გაღვივებული როა კვამლი ძალიან ნაკლებად ჩანს, განსაკუთრებით ღამე. ღამე საერთოდ არ გამოჩდება ამის კვამლი, ტყეში როცა ვიქნებით. მთავარი არის რომ ალი არ დაინახონ
და არ გამოჩნდეს ალი შორიდან. 50 მეტრშიც რო ჩაგიარონ არა 100 მეტრში ძალიან რთულია შემჩნევა მოკლედ. გააჩნია როგორ პირობებში ვიქნებით, შეგვიძლია უფრო ღრმა გაუკეთოთ. იმიტომ რომ ეს ყოველთვის აქედან მეორე საკვამური რო გაუკეთე, ყოველთვის ექნება ამას ჰაერი. თავარია ჰაერი კონდეს და ცეცხლი იქნება. შეგვიძლია უკვე დიდი ტოტები მივაშველოთ. აი ასე, ცეცხლი ანთებულია. თან საკმაოდ ძველი იყო შეშა. აი მეგობრებო, ამ ადგილზე მინდია ცეცხლი. საერთოდ არ ჩანს ეხა. თუ არ ჩავთვლით ყვამლს. აი ნახეთ მეგობრებო, როგორ იწვის. აი ეს საკმარისია. აი ეს ცეცხლი რო გათბე, პლუს კიდევ საკვებიც მოამზადო ამაზე. სითბოც ძალიან კარგი აქვს. პლუს ამას არ შეგვეშინდება, რომ ცეცხლი გაიფანტება და მოეკიდება რამეს გარშემო. თან ესე სხვათა შორის, აი ნახეთ როგორ უბერავს იქიდან ცეცხლი მეაქვს იქიდან მხარეს. ესე უფრო მეტად გამოყოფს სითბოს, იმიტომ რომ სითბო მოდის პირდაპირ ჰაერში და უფრო ძლიერად ეწვის, რა თქმა უნდა, შეშა. სავსებით საკმარისია. ამაზე მე ჯოხები შეგიძლია გამოთალოთ. უბრალოდ მე საკვები არ წამომეღია. გადადოთ პირდაპირ, როცა ნაკვერცხალს დაყრის და მოამზადოთ საკვები. ავიცი, ალბათ არ ჩანს, ხო? ეხლა კამერა დევ ჩემგან დაახლოებით 3-5 მეტრში. საერთოდ არ ჩანს ყვამლი. ძალიან ცუდ ადგილზე დავჯექი. იმიტომ რომ ესე უბერავს ჰაერი. შორი მანძილიდან საერთოდ არ გამოჩნდება მოკლედ. ძალიან კარგი რაღაცაა. ბევრ რაღაცაში გამოგვადგება ერთ სიტყვით რა. ასევე მწვადის შეწვაც თუ მოგინდებათ ბუნებაში შეგიძლია ესეთი პატარა ხვრელი გააკეთოთ და ზემოდან გადადოთ ჩამფურები. ავიცი, ასე ვთქვათ, გავხალისდებით მაინც რა. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, შეგვიძლია პირდაპირ მივაყაროთ მიწა, რასაც ამოვიღებთ და ჩათვალეთ, რომ 100%-ით დაცულები ვიქნებით, რომ გაგვივიდეს აი ეს ცეცხლი. მოდი ბარემ გათამაშებაზე გადავალ და ვნახავ ვინ იქნება გამარჯვებული. მოკლედ, ეხა ავიღებ ჩემს ვიდეოს, წინა ვიდეოს, დავაკოპირებ. აი რამდენი ხანი იწვის, ძალიან ცოტა შეშა დავაყარე და საკმაოდ კარგი ხანი იწვის. მოკლედ, ჩავაგდე ლინკი. არაფერი განსაკუთრებული პირობები არ მაქვს. 15 კომენტარია დაწერილი. გამარჯვებული არის, აი ესე ინგლისური შრიფტით არის. No lives matter. მოხვედით. აი ეს არის მოკლედ გამარჯვებული, ახლა ამას თან დავსკრინავ და ჩავსვა ვიდეოშიც. აი რასაც დავაკვირდი, კვამლსაც ძალიან მალე ფანტავს. დაახლოებით 3 მეტრამდე ადის, არც კი 2 მეტრამდე და ეგრევე იშლება კვამლი. ანუ ეს რატო? იქიდან რომ ძლიერი ჰაერი უბერავს შედარებით, მალე იფანტება კვამლი რა. აი ესეთი მცირე შეშა ამდენი ხანი თუ იქნებოდა წვის პროცესში. აი რამოდენიმე ტოტია მეგობრებო რა. ძალიან კარგი რაღაცა. აი ეხა ეს სავსებით საკმარისია, იმხელა სითბო ამოაქვს ამას. რო გვეყოფა რა, ამაზე მეტი ცეცხლი არ გჭირდება. და ეს გამორიცხულია, რომ ვინმე დაინახოს თუ დრონით არ გადაგვიფრინეს. ამას იყენებენ ზოგადად ჯარისკაცები, როცა საველე პირობებში არიან, რომ მტერმა ვერ შეამჩნიოს მარტივად. და თუ ასეთი პირობები არ გვექნება, მოკლედ, სადმე გახიზნულები არ ვართ, შეგვიძლია უბრალოდ როგორც გითხარით საჭმლის მომზადებისთვის, რაღაც განსაკუთრებული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ მე მიწა მივაყაროთ, ან მწვადი შევწვათ, ან ასე შემდეგ, ძალიან კარგი რაღაცაა მოკლედ. კარგი, ეხლა მე პარაფინს ვერ დავდებ ამაზე, იმიტომ რომ პარაფინზე მე ცეცხლი ეკიდება ხოლმე ზემოდან და დამეწვება სულ. ცოტას ჩაიწვება, ჩაქრება და მე დავდებ უკვე პარაფინს. აი ეს კედლები ცხურდება, თონესავით არის მოკლედ რა. პარაფინი. იმედია არ გავარდება. აი ასე. აი ნახეთ როგორ იწვის და დნება ნელ-ნელა. დადნა მეგობრებო. კაი, შეგვიძლია უკვე ამოვიღოთ. იმედია არ ჩაგვივარდება კოუზი ნაცარში.
აი ასე. შემდეგ ავიღებთ ბამბას. ასე დავანაწევრებთ ბამბას. დავაგორგულავებთ. სამცალს გავაკეთებ, მეტი არ მინდა. აი ასე. კაცივდა აღარ არის ძალიან ცხელი. ამიტომ უიცხელია. ცხელია. ისევ ამით ვერ გადავაყირავებთ სავარაუდოდ. თუმცა მაინც შეგვიძლია. ეს დავაწვეთებთ. ერთი მეორე და მესამეს. ასეთი რაღაცა გამოვიდა. ეს გაიჟღინთა ეხა. ასე, თუმცა მაინც ხელში არ აიღოთ, იმიტომ რომ ხელზე მიგეკრობათ. მარტივად კი შორდება, მაგრამ ცოტა ხანი დაახლოებით 4-5 წუთი უნდა რომ გაშრეს. ახლა მეგობრებო, აღარ გჭირდება ეს ცეცხლი, შეგვიძლია პირდაპირ ესე მივაყაროთ მიწა, რაც ამოვთხარეთ. всё. მაინც რა ვიცი, მე ვიღაცას ახლა ზოგი წინარი ყურება, ფეხი არ ჩაუვარდეს ან რამე, არ იტკინოს. ყოველ შემთხვევისთვის მივაყაროთ. თან დაზღვეული ვიქნები. ყველანაირად. აქ ისევ ბალახი ამოვა მერე და ბუნებაც გაიხარებს. ამას რა ეტყობა ეხა ამოთხრილის? აჰა, აი მეგობრებო, ასეთი რაღაცა მოკლედ, გაშრა. ეხა წავუკიდებ ამას ცეცხლს და ვნახოთ რამდენი ხანი დაიწვება. მოკლედ საბოლოო ჯამში ეგ არის ის ბამბა კიდევ იწვის დაახლოებით 5 წუთი აქვს ხოლმე წვის პერიოდი, შეიძლება მეტიც. კარგი ტექნიკაა მოკლედ ესე ცეცხლის დანთების, როგორც აღნიშნე ვიდეოში, საკმაოდ უსაფრთხოა, პლუს ამას კიდევ თუ ვინმეს ვემალებით, ან საჭმლის მომზადება გვინდა, ძალიან კარგად გამოგვადგება. რაც შეეხება გამარჯვებულს, Instagram-ს დავტოვებ აღწერაში, მომწერე და გამოგიგზავნე ნებისმიერ ადგილზე. რა ვიცი, მგონი საინტერესო ვიდეო იყო, საინტერესო რაღაცა გაიგეთ, თუ არ იცოდით. დაგემშვიდობებით ახლა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. წარმატებები ყველას. აი მეგობრებო, დაახლოებით 7 წუთია გასული და კიდევ იწვის. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ სველი შეშა მარტივად დაანთოთ.